როგორც უფროს დას, მშობლები ყოველთვის მაკისრებდნენ პასუხისმგებლობას უმცროსი დის ცხოვრებაზე. მისთვის უნდა მომეგვარებინა რაღაც პრობლემები და ეს წლების მატებასთან ერთად დიდად არ შეცვლილა. და მე მაინტერესებს ერთი ჩემს დას თუ აქვს რაღაც მსგავსი პრეტენზიები, როგორც უმცროს დას ჩემთან. უმცროს დადან ძმად ყოფნა საკმაოდ ისეთი კომფორტული და პრივილეგირებულია, მაგრამ მე რაც მაღიზიანებდა შენში იყო მუდმივად ის, რომ სულ 24 საათი ხო წიგნებს კითხულობდი და არასოდეს არ ქონდა დრო ჩემთან სათამაშოდ. სულ მქონდა დანაკლისი იმის, რომ ვიღაც არ მეთამაშებოდა და ეს ჩემი დაიყო. სულ ეს იყო. მხოლოდ ეს ერთი წინადადება ვათქმევინე. ბევრი კი ვეხვეწე, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. ალბათ ასეც უნდა იყოს. ბუნებრივია უფროსი და უმცროსი შვილის პასუხისმგებლობები და აღქმები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. თუმცა ცხადია ეს არ გვათავისუფლებს მშობლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომ ყურადღება და სითბო თანაბრად გავანაწილოთ.